კულინარიის აკადემია და ტაბულა წარმოგიდგენთ. ჩვენი შოუს წინა სერიებში მეორე ხუთეულის ორმა წყვილმა საკუთარ რესტორანში სტუმრებს უკვე უმასპინძლა. ნინას და გიორგის ვახშამი სამწუხაროდ წარუმატებელი აღმოჩნდა. რამდენიმე მნიშვნელოვან ტექნიკურ შეცდომას საკმაოდ დაბალი შეფასება და ნინას ცრემლებიც მოხდა. სამაგიეროდ ნუცას და მიშას თხრილისთვის მათ მიერ ვახშმისთვის არჩეული შორეული აღმოსავლეთის თემა იღბლიანი გამოდგა. დესერტად მირთმეულმა მანგოს ბავარუაზმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხოლო მიშას და ნუცას სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია მოუტანა. დღევანდელი სერიის გმირები მიშა და ერეკლე სტუმრებს ტრადიციული მექსიკური კერძებით გაუმასპინძლებიან. წინ ცეცხლოვანი ფიესტა გველის. ტაბულას ეთერში რესტორანი იხსნება. დღევანდელი შოუ ნადირობით იწყება, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს მიშას და ერეკლეს კიდევ ერთი საერთო გატაცება. ამაშიც დაემთხვა ჩვენი ინტერესები, რამაც შეუწყო ხელი იმას, რომ ერთად მოვედით ამ პროექტში. მაგრამ პირველ რიგში მათ კულინარია აერთიანებთ. კულინარია ჩემთვის არ არის გართობის საგანი, ვუდგები პროფესიონალურად და ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს მომავალთან. ეს არის სიამოვნება, რომელსაც ვღებულობ როგორც საკვების მომზადების დროს, ისევე ეს დაგემოვნებისას. ძალიან სტერეოტიპული იყო შეხედულება ზოგადად ამ სფეროზე და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებზე და ჩემი აზრით ესეთი პროექტი მიეხმარება ხალხს იმის გაგებაში, რა ხდება სამზარეულოში და გააგებინებს ადამიანებს, რომლებსაც ეს არ ესმოდათ, რომ ეს პროფესია არ არის რაღაცა ისეთი ხელწამოსაკრავი და სათაკილო, არამედ არის უფრო პრესტიჟული და ძალიან საინტერესო. კაია? მე ამ პროექტში, რა თქმა უნდა, მოვედი გამარჯვებისთვის და შევეცდები ყველაფერი მთელი ჩემი გამოცდილება და ცოდნა გამოვიყენო ამ ბიზნეს მისაღწევად. ახლა დროა დღევანდელი ვახშმის სამზადის დაუბრუნდეთ. მიშამ და ერეკლემ პროდუქტების შესყიდვა სიმბოლურად ციცაკით დაიწყეს. დღეს რესტორანში მექსიკის დღეა. ჩერი იმიანა მტერან თავისი უნწებით რო იყოს რომ. სტარტერი სალსა ჩიპსებთან ერთად, სალსა როჰა გამომშრალი პომიდვრით, სალსა ფრესკა და გვაკამოლე. პირველი კერძი ძალიან მარტივია ჩემი აზრით, ტრიო სალსების და გვაკამოლე. ნუ აქ რა არის მთავარი რომ კარგი ავოკადო იშოვონ თბილისში გვაკამოლესთვის. ეს უკვე შედარებით წიფია. არ არის ეს ჩემთვის სრულყოფილი სტარტერი, ასე ვთქვათ. ვერ ვიტყვი რომ აპეტაიზერია, უფრო აპეტაიზერამდე კერძივით ჟღერს, აი რომ დაჯდები და იმ წუთში მოგიტან. ნუ მე ყოველ დღეში ესე სადაც ყოფილი ვარ მექსიკურ რესტორანში, ეს რომ სანამ მოგიტანენ და შევკვეთავ, ეს ყველაფერი ისედაც მოაქვს. გამარჯობა, 1 კილო გვინდა საქონლის ფარში. თავარი კერძი ჩილი კონ კარნე, ბებოს რეცეპტით დამზადებული არაჟანთან ერთად. ჩილი კონ კარნე, ისეთი ტიპიური მექსიკური კერძი. კარგია რომ არაჟანთან ერთად არის, იმიტომ რომ არაჟანი და ზოგადად რძის ნაწარმი ანეიტრალებს სიცხარეს. მარტივი კერძია. ჟოლოსალკი აქვს. დესერტი დულსე დე ლეჩეს სემიფრედო, ჟოლოს соуსთან ერთად. დესერტი ცოტა ამოვარდნილია მექსიკური კონტექსტიდან, მე მგონი, ცოტა იტალიიდან იმპორტი მოახდინეს ამ მენუში. მაინც გონია რომ ძალიან მარტივად მიიღენ ამ საკითხს და ცოტათი აი რომ ჩაღრმავებოდნენ და ცოტა რაღაცა უფრო საინტერესო მენიუ მოეწოდებინათ, მე უფრო მომეწოდებოდი. მექსიკური ვახშამი წარმოუდგენელია ალკოჰოლის გარეშე.
ბიჭების მენიუში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეკილა და კვანტო იქნება. პატარა რა. ამას პატარა 50-50-იანი. ვიდი ლიტრიანი ეგარი. ეგარი. ავიღოთ ეს. ეკილა კვანტო. 50-50. აკრას ეს არის. ავი. საყიდლების მარშრუტი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. მარშრუტი გამოგვივიდა ესეთი ცოტა გრძელი, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ინგრედიენტები შედის ამ კერძებში, რომელიც ყველა ერთ მაღაზიაში არ არის თავმოყრილი. ხალაპენიოს მარინადი მხოლოდ ერთ მაღაზიაში იყიდება, სადაც მარტო მაგის გამო მივდივართ იქ. აი აქ არის ხალაპენიო. მოვიცადე ერთი ხალაპენიო არის ციცაკის ციცაკის ჯიში არის, რომელიც მარინადიც უნდა გამოვიყენოთ ძირითად კერძში. სტუმრების მოსვლამდე 5 საათი რჩება. ბიჭო, ეხლა არ შუსტრად დავეცეთ რა და უცხოთ იმას ვიზავთ, არ უნდა. არ განაწილება გინდა. არა. დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დროის სწორად განაწილება. აღამოს სტუმრებსაც ხომ უნდა დავხვდე. არტისტო შეიძლება. ეს კაქტუსები რესტორნის ინტერიერს დაამშვენებენ. შორს მოგვიწია კაქტუსი მოსატანად წასვლა. მაგრამ ნუ იმედია ამ ეს კაქტუსი თავის ხასიათს გადმოიტანს და საღამოს შეეძნეს რაღაცა მექსიკის. კაქტუსები სხვა შორის ძალიან საინტერესო კაქტუსები გვაქვს იმისგან. კიტრისგან. და ნუ ყველაზე მთავარი არის ყოსიკ, სტუმარი, ჩონჩხი. ანუ მექსიკელებს აქვთ ესე მკვდრის დღე აქვთ და იმ მკვდრის დღეზე არ ბენინებენ ამ ჩონჩხებს. მაქსიმალურად უნდა სადოთ რომ გამოგვივიდეს ისეთი მექსიკური ფიესტის განწყობის შექმნა. გასწორე ხეს დრო შემოგვიმოდა ეგ. საკმაოდ შრომატევადი იყო, თუნდაც ამ დროშების გაკეთება და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ მე ვთვლი რომ ღირს მართლა რომ რაღაც თუ რაღაც თემატურს აკეთებ, ბოლომდე შექმნა გარემო რა, რომ ანუ სტუმარმა მაქსიმალურად მიიღოს ის ეფექტი, რასაც გინდა რომ მიაღწიო. აი წავედი ხელსახოცებს მომამზადებ. შავა მე მგონი რა. აი წამო დავიწყოთ სად. აი მგონი. დროა სამზარეულოში გადავინაცვლოთ. ვახშმის მომზადება დესერტით დაიწყო. ავიღალი. დესერტი გვაქვს დულსე დე ლეჩეს სემიფრედო, რომელიც მზადდება შედედებული ტკბილი რძის და ნაღების კომბინაციით, რაც არის მიყვანილი ნახევრად გაყინულ მდგომარეობამდე. ნაღები უნდა ამოვიყვანოთ, ცალკე კვერცხი გვაქვს, რომელიც ცილა უნდა ამოვიყვანოთ, ერთმანეთში გადაშეურიოთ ეს ყველა ინგრედიენტი. ასევე ემატება ლაიმის ცედრა და ლიმნის ცედრაც. ვასხავთ შესაბამის ფორმებში და ვდებთ პორციულად, ვდებთ მაციურში გასაცივებული. დესერტის შემდეგ ძირითადი კერძის ჯერი დადგა. ჩილი კონ კარნე არის ძირითადი კერძი, რომელიც ბებოს რეცეპტი. მექსიკელი ბებოს რეცეპტი. საიდუმლო რეცეპტი. მოგწონს კონსისტენცია? შვენი ცოცხალი პომიდორიც მოვხდი. არის რაღაც ისეთი ინგრედიენტები, რომელიც ძალიან აუთენტურ და ისეთ პიკანტურ გემოს შეადგენს ამ კერძს. საათ ნახევარი დაგვრჩა. უასწრებთ. შესრულების მხრივაც კერძიც რთული არ არის. რთული გემოს დასმა არის. გემოს დასმა. რომ დასვა ის გემო, რომელიც წაგიყვანს მექსიკაში. ეს არის მექსიკა. ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვს მართლა. მაგრამ ნუ საქართველოს არ იცნობს. ოდე დაიწყე შენ სალსა ფრესკა. მე გავაკეთებ წითელ სალსას. ჩვენ მენიუში სტარტერად გვაქვს ამი ტიპის სალსა, ანუ соуსი. ესენი არის სალსა ფრესკა, ანუ ცოცხალი სალსა, როგორც ითარგმნება ესპანურიდან. წითელი სალსა, რომელშიც გვინდა გრილზე გამომწვარი ბოსნეულისგან გაკეთება ამ ყველაფრის. და გვაქვს გვაკამოლე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ცოტა სხვანაირი ფაქტურით შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს. არა ისეთი, როგორც ყველგან შეიძლება შეხვდეთ. ყველგან გასინჯე? კი. მე? მარილი უნდა ცოტა. მარილი უკენდა. მაშინ ახლა უსინჯე. მეორე სალსა გასინჯე? ეს განკაია. ეს კაია. სიცხარეც შეგიძლიათ ცოტა დაამატოთ მინდა. ეს იყოს ნეიტრალური. ერეკლე. 11 წუთი რა.
არც არაფერი, ყველაფერი მზად გვაქვს. სად ვარ სტუმრების დასახვედრად? კი. ერთი ამას მოვრჩევდი ახლა და შეგვიძლია დესერტსაც მოვასხათ. და всё. ეს მზად არის. ერთი დაგვრჩა ახლა. ეს შევაგდო. მარილში ხა ეს ღუმელში და ჰა? ეს მზად არის. შევაგდოთ ღუმელში? ხო. 150. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დაგეგმილი იყო და როგორც გათვლილი ჰქონდა. კერძებიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. რა ვნახოთ? აიღალე? კი, ცოტა არ იყო დავიღალე. ათვაც დაიწყო. უარა უყვეთ. ვიწრიპინოს თუ რა გავაკეთე? ტრიპინოს შევეც. საქმის გადანაწილება ძალიან დაგვეხმარა. დაგვეხმარა, კი. იმიტომ რომ ბოლოს ველოდებოდით, როდის განულდებოდა ტაიმერი. 2 2 1 ეგ არის. ორჩი. რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ციცო ბოთლი კორონა. გვაკამოლე ჩემია. რატო ისეთი ჩიპსები, რატო არ გააკეთეთ თქვენ თვითონ? გვაქვს ისეთ. მე ვფიქრობ, რომ რაჭული ლობი უფრო გემრიელია, ვიდრე ჩილი კონ კარნი. და ვისი ბებოა? ჩვენი ახლობელი ბებოა. ჩვენი ახლობელი ბებო. ეგ არის, ყურადღება, სვეტში ერთი წამი, სხვაგან და მადამ. თქვენი აზრით ეს მექსიკური დესერტია? რამდენიმე წამში მიშას და ერეკლეს მექსიკური ფიესტა დაიწყება. მოგძანდი. გამარჯობა. Buenas noches, amigo. Buenas noches. ¿Cómo estás? თქვენ როგორ? კარგად. თქვენ როგორ? გამარჯობა. გამარჯობა. მობრძანდით. ჩვენი რა ჩვეულებრივად. მობრძანდით. მოგძანდით. ერთით მექსიკური ტრადიციის მიხედვით მადლობა. სადილის წინ ციცო ბოთლი კორონა. გარემო იყო იგრძნობოდა აურაც და მუსიკაც და ყველაფერი საერთოდ ჯამში მე მგონი პატარა მექსიკაში ვიყავით ვიმოგზაურეთ. ეგეც სიმღერებიც ის მოხდა. ყველაზე კარგი ინტერიერი ჯერჯერობით მაგათი იყო. და რაღაცა ჭვიმპარება რომ ჩვენ ეგეთი დახვედრა. ძალიან თავი მეგონა მექსიკაში. თან ეს დრეს კოდი მე ძალიან მოვინდომე. ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც დავინახეთ მონაწილეებიც, რომ რაღაც თემატურად იყვნენ, იმიტომ რომ საერთო გარემო შექმნაზე ამანაც იმოქმედა. ლოგოები ძალიან მომეწონა, რომელიც მე ვიცი რომ იყო ხელით გაკეთებული. ძალიან ბევრი იმუშავეს ამაზე. და ჩონჩხი. თვითონ ეს ელემენტები დეკორაციის ბევრი იყო ესეთი, რაც მექსიკურ განწყობას ქმნიდა. კაქტუსები მაგიდი კაქტუსები ხო, რა თქმა უნდა, იქით რაღაც არწივი იყო გამოკიდებული, თუ მოფრინავდა თუ რაღაც ეგეთი, ალბათ იმ ჭამდა იმ საწყალყდარ ჩონჩხს და სახელიც ესეთია რაღაცა აფექტი და მენიუს დიზაინიც საკმაოდ საინტერესო იყო. ფასტ ფუდისას გავდა. კონკურსანტებს ჩვენი წამყვანებით შეუერთდნენ. როგორ ხართ? კარგად თქვენ? მადლობ. კარგად. რას გთავაზობთ, რა ეს საინტერესო. მექსიკური საღამო გვაქვს. მე პატარა შეხება მქონდა მექსიკურ სამზარეულოსთან. ვიმუშავე ერთი პერიოდი მექსიკურ რესტორანში და მუშაობდი კიდე სასტუმროში, შეფი მყავდა მექსიკელი. ასე რომ ცოტა ვერკვევი ამ თემაში. ძალიან კარგი ინტერიერი იყო. მართლა იზრუნეს. განწყობა იყო შექმნილი ესეთი მექსიკური რაღაც დღესასწაული, ბევრი ლუდი მექსიკური, ტეკილა. სტარტერის პრეზენტაციას მცირე დრო დასჭირდა. სერვირებაც ისეთი აქვს რა, რომ აი მაქსიმალურად ეს ჩვენი იდეა რომ ეს მექსიკური სამზარეულო რაღაცა ერთიანებს და რაღაც ერთად და მეგობრულ წრეში საჭმელი ამბავია. მე მგონია რომ ძალიან მოეწონებათ რა. სტარტერი სალსა ჩიპსებთან ერთად. სალსა როჰა გამომშრალი პომიდვრით, სალსა ფრესკა და გუაკამოლე. აი ჩვენც მოვედი.
თითო იმას თითო. კი, ყველს. ჩვენ საერთო გვაქვს. საერთო. გვაკამოლე ჩემია. ვიში? ანუ იმედი არ გაგიკვირდებათ. ანუ საზიარო პორციები გავაკეთეთ. რავი, იმიტომ ალბათ უფრო რომ მექსიკური ამბავია და რავი, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი და ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვს და თავი პეწი რაც არის ამ ყველაფრის არის ისეთი სამზარეულო, რომელიც უნდა გაიზიარო მეგობრებთან ერთად და მეგობრების წრეში. იმედია ისე ამოვნებთ. გვაკამოლე. მრევლად მიირთვით. მეც გავსინჯავ ცოტა. გასინჯე. ჩიფსები რატო ნაყიდი? ეს ძალიან არ მომეწონა ეს ნაყიდი ჩიფსები, იმიტომ რომ ძალიან მარილიანი იყო და ამ გადასარევ გვაკამოლეს უკარგავდა იმ გადასარევ ლაიმის და ავოკადოს გემოს. მოსალოდნელი სტარტერია და ლუდისთვის დიდი მადლობა. ხო, მაგრამ რატო ისეთი ჩიფსები რატო არ გააკეთეთ თქვენ თვითონ? გვაქვს ისეთიც. კაი. გააკეთეთ, დაველოდებით თქვენ ჩილი კონკარნეს. ჩიფსებზე არ იყო აქცენტი, აქცენტი იყო გემოზე. ჩიფსები უბრალოდ იყო დამხმარე საშუალება ამ соусების საჭმელი. მეტი არაფერი. მომწოდებელი დისტრიბუტორები ხო არ არიან, რომ რაღაც პროდუქტი მოიტანონ და დაგვიტანონ მაგიდაზე რა. არიან სამზარეულოზე აქ ლაპარაკი და არ იყო სამზარეულოს ნამუშევარი. მე მომეწონა ყველაფერი და ის ნაყიდი ჩიფსები ზუსტად კონცეფციაში ჯდებოდა. არა კონკურსის. პრობლემა არ ქონდა. ისეთი გემრიელი სალსები ქონდა და guacamole რო ეს ჩიფსები ჩემთვის იყო, ესეთი პატარა ელემენტი, პატარა შტრიხი, რომელიც უმნიშვნელოა. guacamole იყო ძალიან გემრიელი. ფანტასტიკური იყო. შევჩამეთ ბოლომდე. სტარტერის მსგავსად მთავარი კერძის გაფორმებასაც სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. ჩილი კონკარნე, მექსიკური ლობიო, ესე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ რაჭული ლობიო უფრო გემრიელია, ვიდრე ჩილი კონკარნე. მე შემიძლია თქვა, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კერძი არის ეგ. გიждები მაგას. მეც. მთავარი კერძი, ჩილი კონკარნე, ბებოს რეცეპტით დამზადებული არაჟანთან ერთად. არის ვიცი. არის კარგი. აბა დიდი მადლობა. ინდივიდუალურად. მადლობა. მე რას შვენივრად ეს ლიმონი უნდა ჩავას ხა იმაში. თუ გაფორმებისთვის ხო? გაფორმებისთვის პლუს თქვენს ნებაზე. დადან. აქ რაღაცა კოქტეილები გვეწერა და არ გვექნება? იქნება. ნუ აქ რამდენი რამეა შემოსტალება კაცის. კარგი იქნებოდა ლიმონადი კიდე. შევჭამო? არა, რა თქმა უნდა, იგი. პლასმასის არაფერი არ არის. აი აქ გამბედობას გააჩნია. გამწარია, რა თქმა უნდა. ეს ცხარეა, რომ ვიცოდე. ძალიან. ჰალაპენიო. ხალხი ვერ შეგვიძლია. მაგას ვერ შევჭამ ახლა. და 100 ასებიო. და ვისი ბებოა? ჩვენი ახლობელი ბებოა. ჩვენი ახლობელი ბებო. საკმაოდ ისეთი აუთენტური გემო აქვს ამ თქვენ ჩილი კონკარნეს. კარგი ბებო ყავს. ვერ მომხიბლა ვერაფრით. უბრალოდ ეთყობა რომ კარგად აკეთებს და შეუძლია რომ უფრო კარგად გაკეთოს, მაგრამ არ შეიწუხა თავი. აი რაღაც ეგეთი შტაბისტება დამჭამ მე პირადად. მოშორებისთვის არ ვაკეთებდით, ანუ გვინდოდა მარტივი და გემრიელი. თავარი მანდ გემო იყო. და რაღაც ძიმარტივი თქვა. და ის რომ ყველაფერი გენიალური მარტივი არის. ასე თუ ისე მიყვარს წარე, მაგრამ წარე იყო ძალიან. ჩემთვის წარე იყო. ამას ყველა ვერ ჭამს. მაგალითად მე პირადად საერთოდ ალერგიული ვარ სიცხარესთან. როგორი წესდაც კეთდება, იმ წესით გაკეთებული არ იყო.
კარგი იყო, მაგრამ სხვანაირად გაკეთე. მაგიტომ ბებო ალბათ მაგიტომ მიაწერეს იქ რომ ბებომ რაღაც სხვანაირად იცის და უფრო ბებოს რეცეპტით არა, უფრო კლასიკური მირჩევნია, როგორიც არის. დესერტამდე ჩვენი ბარმენი კოსტა შემოგთავაზებთ ტეკილას. ხასიათი სასამაღლელოს. მადლობა. ტეკილა პირდაპირ კავშირში იყო მექსიკურ საღამოსთან. მოუხდა საღამოს, ჩვენს ხასიათი ცოტა მოგვიყვანა. კორონა, მერე ტეკილა, ტეკილა და და მარგარიტა. აიყო. პირველი მარგარიტა ჩემთან მოვა ალბათ. მადლობა. 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 ზინგ ეს პერიოდულად იჭედება მუსიკა რო ვიცოდე? ნემსი აღარ გადახდა. დესერტის გაფორმებისას ბიჭებმა ერთობ უსიამოვნო ფაქტი დააფიქსირეს. სიცხის გამო დესერტი ცოტათი დადნა მაცევრიდან გამოღების შემდეგ. ყურადღება სვეტში ერთი წამი სხვაგან და დესერტი. Dulce de leche semifredo. ჟოლო соусთან ერთად. ოდიში? ცოტა. ადამ. მარგარიტებით შევგაცდით ეხლავე. ხორხი. თქვენი აზრით ეს მექსიკური დესერტია? მექსიკური მოტივებით. მექსიკური ნოტებით. რაში გამოიხატება ეს მექსიკური? შიგთავში. ლაიმი, ლიმონის ცედრა. და რო არ იგზნობა გემო ლაიმის და ლიმონის. ეს უნდა იგზნობოდეს. რაღაცა ისეთია, ცოტა გაუგებარია ჩემთვის მოგადიეთ. ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა. ალბათ უფრო მოეწონა ვიდრე არ მოეწონა. თუ უფრო არ მოეწონა ვიდრე მოეწონა. არ ვიცი, გავიგებთ ქულებს. აი რო გადანება ნაყინა თავიდან რო გაყინავ რაღაცა ესეთი, აი და შიგნით დაუმუში კოშტები მქონდა. აი რაღაცა ბევრი ისეთი მქონდა. იდეაში ესეც შეეძლოთ რომ უფრო გულით ცოტა მეტი დრო დაეხარჯე და უფრო კარგად გაეკეთები. კიდევ ერთხელ გეუბნები, ტაქტიკოსები არიან. ანუ არ გარისკეს გააკეთეს ის, რაც გამოვიდო და ზუსტად იცოდნენ რომ გამოვადა ესეთი საშუალო ხარისხი. ხოდი, ჩემთვის უკვე არ მომწონს ადამიანი, რომ ფიბე რაღაცას აკეთე და გინდა რომ სამიანი მიიღო, ყველაზე ცუდი ნიშნანი იყო დამაკმაყოფილებელი. ნუ სემიფრედო იყო რაც ნახევრად გაყინული და არ ვიცი რა. აიყო, ნუ დიდი არაფერი რა. ამას დესერტი არ ერქვა. მოდი ესე ვიტყვი. მიშას და ერეკლეს მექსიკური საღამო დასრულებულია და დადგა დრო მათი ნახელავი ახლა კონკურენტებმა შეაფასონ. შეგახსენებთ, რომ თითოეულ წყვილს სამივე კერძში მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა შეუძლია. ვისიამოვნე თვითონ საღამოთი, თუმცა ვერ ვისიამოვნე კერძებით. ჩემთვის ყველაზე მისაღები იყო სტარტერი, ყველაზე გემრიელად მივირთვი. სტარტერს ნაკლი ქონდა ჩემი აზრით ის რომ დორიტოსი იყო გამოყენებული, იმიტომ რომ თავის გემოზე წაიყვანა დორიტოსმა. ძირითად შევაფასებ მე. ნუ ჩემთვის ცხარე იყო ძალიან. გემოები ვერ ვიგზავნა. სტარტერი და მეინი მოგვეწონა ძალიან, დესერტი ნაკლებად და სასმელებიც მოგვეწონა. სასმელები და საღამოთლიანად დავწერეთ 8 ქულა. ერთობლივი გადაწყვეტილებით მივედით აკამდე. დესერტი სტრუქტურულად ვერ შედგა, მაგრამ სასიამოვნო იყო. ელემენტები კარგი ქონდა. ელემენტები კარგი ქონდა, ამიტომ 7. ჯამში 7 ქულა. უკეთეს შეიძლება და ხო.
და სტარტერში ვეროდებოდი კიდევ უფრო მრავალფეროვანებას. საერთო ჯამში. დავწერეთ 7 ქულა. ქულა 6. ქულა 6. დროა მოვისმინოთ მიშას და ერეკლეს საბოლოო შეფასება. მიშო, ერეკლე, ამიგოს. ძალიან მარტივი გზა აირჩიეთ თქვენ. პირველი კერძი, მოსალოდნელი, გვაკამოლე, ну რა თქმა უნდა მექსიკა და გვაკამოლე, სალსა. მაგრამ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. და იმიტომ იწერთ 8 ქულას. პრინციპში მომეწონა თვითონ პრეზენტაცია ეს გვაკამოლის სალსა გემრიელი იყო, მაგრამ ამ ჩიფსება მაინც რადგან შეზავებული ეს ჩიფსები და მზა უკვე ძალიან თავის გემოზე მიიყავს და ეს გემრიელი სხვათა შორის ძალიან გემრიელი გვაკამოლე ჩემთვის ცოტა ზედმეტად მარილიანი აღმოჩნდა ამ კომბინაციაში და ამიტომ და ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა თქვენი გაკეთებული რო ყოფილიყო ესენი რა და ამიტომ ვფიქრობ და მაგრამ მომეწონა მაინც და 8 ქულა. მეორე კერძი ჩილი კონკარნე ბებოს რეცეპტი. აუთენტური გემოქონდა ჩილის 8 ქულა. ეს კერძი მაგალითად ახლა პირველად ვჭამე სავარაუდოდ ბოლო ჯერ, იმიტომ რომ არასდროს არ შეუკვეთა ამდენ ძალიან ბევრი პროდუქტი იყო შიგ და საკმაოდ, მესმის, მაგრამ შეიძლებოდა რომ თქვათ ფარში არ ყოფილიყო, რაღაცა უფრო ყოფილიყო სტანდარტული, ყოფილიყო მექსიკური, მაგრამ რაღაცა თქვენებული, ან იგივე მექსიკურდანაც რამე ისეთი კერძი აგერჩიათ, რომელიც უფრო საინტერესო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე 7 ქულა. დესერტი. რამდენად მექსიკური იყო? არ ვიცი. უფრო იტალიური იყო ვიდრე მექსიკური, მაგრამ გემრიელი, 8 ქულა. გიორგიმ რო თქვა, რომ მას მოეწონა ეს დესერტი და 8 ქულა დაწერა ამ დესერტში, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მე არ ვაქცევ ამას ყურადღებას, ახლა სადაურია თუ ის არის თქვენი შთაგონება მექსიკა იყო და ამაში ვაიმიც იყო მშვენიერი ისიც იყო რა ქვია დრესინგი, მაგრამ ბოლო ვერ გავიგე რა იყო რა მაპატიეთ და 6 ქულა გადავწყვიტე ამ დესერტში რა. ეხლა რა შეეხება თქვენს კონკურენტებს. თქვენმა კონკურენტებმა თქვენი ვახშამი შეაფასეს 28 ქულად. კონკურენტების მხრიდან მე მგონი ცოტა დაბალი იყო. ან შეიძლება და უფრო მაღალიც ყოფილიყო. ბოლომდე ობიექტურად რო შეეფასებინეთ. და საბოლოო ჯამში თქვენ გაქვთ 73 ქულა. დიდი მადლობა. მადლობა. საშუალო ქულები. საშუალოზე ოდნავ მაღალი, მე ვიტყოდ. ანუ ეტყობა რომ ჟიური უფრო ობიექტური იყო ვიდრე მონაწილეები. ალბათ უფრო დაბალი ქულები უნდა დაწერილიყო. ჩემი აზრით. მეტად დაბალი ქულები რაც მიიღეს. თუ ჟიური იქნებოდა ობიექტური. 73 ქულით მიშა და ერეკლე ჩვენი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებენ. ამგვარად ნინას და გიორგის წყვილი კვლავ აუთსაიდერის პოზიციაზე რჩება. წინ მხოლოდ 2 ვახშამი გველის. ვნახოთ, ვიღაცისთვის ეს შეიძლება მეორე შანსი იყოს, ვიღაცისთვის კი დაკარგული შესაძლებლობა.